გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება. ღონისძიება მიეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლის თავს. ქართული ხელოვნების ისტორია, ტრადიცია და პერსპექტივები. ამ სახელწოდების კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულ კვლევით ცენტრში ჩატარდება კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლის თავს. აქვე უნდა ვთქვა, ვინ არის გიორგი ჩუბინაშვილი, სამწუხაროდ ახლა ნაკლებად ფასობს ეს ყველაფერი, მაგრამ მან არამხოლოდ დააფუძნა ხელოვნებათმცოდნეობა როგორც დარგი საქართველოში და უზარმაზარ მასალას მოუყარა თავი და რაც თავარია, კლასიფიკაცია გააკეთა, ინტერპრეტაცია მიცა, დაათარიღა. ეს ხუროთმოძღვრება ძირითადად, ასევე ჭედურობა, ასევე ხატრობა და ბევრი სხვა რამ. და იგი აგრეთვე იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. ეს იცით, ჩვენი უახლეს ისტორიაში უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი იდენტობის შენარჩუნების, ჩვენი საერთაშორისო ევროპულ ასპარეზზე გასვლის, ამისთვის იღვწოდნენ ჩვენი დიდი მეცნიერები და ბატონმა გიორგიმ სწორედ ეს გააკეთა, რომ გაიტანა ევროპულ სივრცეში, დასავლურ სივრცეში, სამეცნიერო სივრცეში ცოდნა საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის შესახებ, ქართული ხელოვნების შესახებ, რაც მერე გააგრძელეს მისმა მოწაფეებმა და თანამშრომლებმა და მემკვიდრეებმა. ეხლა კონფერენცია საერთაშორისო სტატუსი აქვს, გავრცელდა ეს მოწვევა, ასე ვთქვათ, ყველგან გაიგზავნა, დაიდო ინტერნეტშიც, დაიდო Facebook-ზეც, ასე რომ ყველას, ვინც მოისურვებს, შეუძლია წარმოადგინოს და ვადებიც არის დათქმული თავისი თეზისები. საორგანიზაციო კომიტეტი ალბათ მაინც განიხილავს, გააჩნია როგორ დაგროვდება ორ დღეში, მოგეხსენებათ, ყველაფერს შეიძლება ვერ ჩავტევთ, მაგრამ გადავსინჯავთ. ყველას აქვს ეს უფლება, უნდა წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რახან ეს საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენი კოლეგები ინგლისიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან ღებულობენ მონაწილეობას. ალბათ ეს უფრო Zoom-ის პლატფორმაზე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვიწვიოთ აქ ფიზიკურად და გონია, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული ეს სწორედ საქართველოს სწორად გაგებულ კულტურაზე, იდენტობაზე. ეს საერთოდ სტრატეგიული დარგი არის ხელოვნებათმცოდნეობა. ამითი ახლა საზრდოობს საქართველო, მოგეხსენებათ, ტურიზმით საზრდოობს და ეს ტურიზმს თუ არა აქვს საფუძველი, ასე რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ სტრატეგიული დარგს წარმოვადგენთ დღევანდელ საქართველოში. და ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ რამდენი მონაწილე იქნება, ვის მოუნდება, ღია არის ეს კარი, ასე ვთქვათ, კონფერენციის და ნახოთ, ვინ რას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ მაღალი დონის მოხსენებები იყოს წარმოდგენილი, როგორც ბატონ გიორგის ეკადრება ესეთი მოხსენებები. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით 11-12 დეკემბერს გაიმართება.